მონაწილეობდა თუ არა სტალინი ქართული მიწების გადაცემაში? ეს კითხვა დღემდე დავის საგანია. ინტერნეტში ხშირად წაიკითხავთ მსგავს კომენტარებს. სტალინმა გადასცა ტაო-კლარჯეთი თურქეთს, სტალინმა დაგვაკარგვინა ლორე, ჰერეთი, სტალინმა შექმნა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები და ასე შემდეგ. გავყვეთ ქრონოლოგიურად ისტორიულ ფაქტებს და გავიგოთ თუ რა მონაწილეობა მიიღო სტალინმა ქართული მიწების დაკარგვაში. 1917 წელს რუსეთში მოხდა რევოლუცია, რომელიც ისტორიაში ოქტომბრის რევოლუციის სახელით არის ცნობილი. სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატის დროებითი მთავრობა. 1918 წლის 3 მარტს რუსეთის ახალმა მთავრობამ დადო სეპარატული ზავი გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან. რუსეთს თურქეთის სასარგებლოდ დაათმობინეს ბათუმის და ყარსის ოლქები. თურქებმა ოზურგეთის და ახალციხის მაზრების ოკუპაციაც მოახდინეს. ქართველებმა და სომხებმა ვერ შეაკავეს თურქები. სამხედრო მარცხმა აიძულა სეიმი ეცნო ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შედეგები და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო თურქეთთან. 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა. საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამავე წლის მარტში კი გართულდა სიტუაცია სოხუმის ოლქში. ადგილობრივმა ბოლშევიკებმა საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და რუსეთთან შეერთება დაისახეს მიზნად. აფხაზეთში შემოვიდა ყუბანელ-კაზაკთა 2000-იანი რაზმი. ამასობაში ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა და საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში საკმაოდ მსხვილი საჯარისო ერთეული გაგზავნა. საქართველოს მთავრობამ აფხაზეთს ავტონომია მიანიჭა, მაგრამ აფსუებს დამოუკიდებლობა უნდოდათ. კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა შეუძლებელი გახდა. გიორგი მაზნიაშვილმა სახალხო გვარდია შეტევაზე გადაიყვანა და დაამარცხა სეპარატისტთა რაზმები. 19 ივნისს ქართული ჯარი სოხუმში შევიდა. გვარდიამ წინსვლა გააგრძელა და 16 ივლისს სოჭი აიღო. 27-ში კი ტუაფსე. ქართული მხედრობა ყუბანის ველზე გაიჭრა და ტუაფსედან 24 კილომეტრში ქართველებმა ააფეთქეს მტრის ჯავშან-მატარებელი და გაანადგურეს მოწინააღმდეგის 4000-იანი ჯარი. 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და საქართველო დატოვა. დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა აჭარის ოკუპაცია, რომელიც ოკუპირებული ჰქონდა 1920 წლამდე. 1918 წლის 12 დეკემბერს სომხები ლორესა და ახალციხეში შეიჭრნენ და უიარაღო ქართველი მესაზღვრეები დახოცეს. 20 დეკემბერს ქართული ჯარი კონტრშეტევაზე გადავიდა და ტერიტორიების დიდი ნაწილი გაათავისუფლა. განწირულ სომხეთს მშველელად ინგლისი გამოუჩნდა. არბიტრის როლი დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიამ იკისრა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ომში გაიმარჯვა, პოლიტიკური შედეგებით იგი დამარცხებული აღმოჩნდა. ინგლისის ჩარევით საქართველოს ლორე დაათმობინეს და ნეიტრალურ ზონად გამოაცხადეს. 1918 წლის 16 დეკემბერს გეგეჭკორმა ბრიტანეთის სამხედრო მისიას აცნობა დენიკინი ჯარებს აგროვებს ტუაფსეში და საქართველოს წინააღმდეგ გამოსალაშქრებლად ემზადებაო. ჩვენ მზად ვართ დავთმოთ სოჭის მაზრა, თუ იქ დენიკინი არ შევაო. არბიტრის როლი ისევ ინგლისმა იკისრა. როგორც კი ქართული ჯარი სოჭიდან გავიდა, იქ მაშინვე დენიკინის ჯარები შეიჭრნენ. ამის შემდეგ იგი გაგრაში გადმოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თავდაცვითი ომისთვის მზადება დაიწყო. 1919 წლის ივნისს გეგეჭკორმა პარლამენტს აუწყა დენიკინის არმია საქართველოსკენ დაიძრაო. წითლებთან ბრძოლაში გაამაყებული დენიკინი საქართველოს დამოუკიდებლობას უკვე აღარ აღიარებდა და მხოლოდ ავტონომიაზე იყო თანახმი. ინგლისმა ამ მოთხოვნაზე ხელი ააღებინა და სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. შეიქმნა დემილიტარიზაციის ზონა. საქართველოს სოჭი დაათმობინეს. 1919 წლის იანვარში ანტიქართულმა ძალებმა შექმნეს ყარსის რესპუბლიკა, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა აჭარაზე და ახალციხე ახალქალაქის რეგიონებზე. ყარსის რესპუბლიკის ჯარებმა ახალციხე აიღო. ინგლისი და თურქეთი მხარს უჭერდა ყარსის რესპუბლიკას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქართულმა ჯარმა დაამარცხა პროთურქული ძალები, ინგლისმა
პოზიცია შეიცვალა. 1919 წლის 14 მარტს საქართველოს მთავრობამ დელეგაცია გაგზავნა ვერსალში. ქართულმა მხარემ წარმოადგინა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც საქართველოს საზღვრებში უნდა შესულიყო ქუთაისის და თბილისის მაზრები, ბათუმის, სოხუმის და ზაქათალას ოლქები, ყარსის ოლქი და ტრაპიზონის ვილაიეთის ნაწილი. ერთა ლიგას ამ საზღვრებში საქართველო არასდროს უცვლია. ევროპის სახელმწიფოების ნაწილმა საქართველოს დამოუკიდებლობა ძირითადად 1920-1921 წლებში აღიარა. ისიც ევროპის 9 სახელმწიფოები, რომლებმაც აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა. თურქეთი 1918 წლის 3 ივნისი, გერმანია 1918 წლის 10 ივნისი, ავსტრია 1918 წლის 18 ივნისი, არგენტინა 1919 წლის 15 სექტემბერი, იტალია 1920 წლის 12 იანვარი, საფრანგეთი 1920 წლის 12 იანვარი, დიდი ბრიტანეთი 1920 წლის 12 იანვარი, იაპონია 1920 წლის 7 თებერვალი, ჩეხოსლოვაკია 1920 წლის 8 აპრილი, რუსეთი 1920 წლის 7 მაისი, ბელგია 1920 წლის 26 აგვისტო, პოლონეთი 1921 წლის 28 იანვარი. საქართველოს ისტორიული ტერიტორიები, რომლებიც თითქოს ერთა ლიგამ საქართველოს ტერიტორიად ცნო, სინამდვილეში ეს არის 1919 წელს ვერსალის საზავო მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის მიერ მოთხოვნილი ტერიტორიები. ახლა კი ვისაუბროთ ტერიტორიებზე, რომლებსაც საქართველო დრო გამოშვებით ფლობდა 1918-1921 წლებში. 1920 წლის აპრილში აზერბაიჯანის გასაბჭოება მოხდა. ჟორდანია აპირებდა აზერბაიჯანის დახმარებას, მაგრამ მათ კურსი რუსეთ-თურქეთის ალიანსზე აიღეს და უომრად შემოუშვეს რუსები. მალე საბჭოთა აზერბაიჯანი თავს დაესხა საქართველოს, მაგრამ დამარცხდა და ვერ შეძლო ჰერეთის წართმევა. 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას. რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა ქუთაისი, თბილისის გუბერნიებით, ბათუმის, სოხუმის, ზაქათალას ოლქებით, მაგრამ ეს უკანასკნელი გააპროტესტა აზერბაიჯანულმა მხარემ. ამიტომ შეთანხმდნენ, რომ ზაქათალას ოლქის საკითხს საერთაშორისო არბიტრაჟი გადაწყვეტდა. მოგვიანებით ჰერეთი აზერბაიჯანს მიაკუთვნეს, რადგან იგი ბოლო 300 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედიოდა, ჩათვალეს, რომ აზერბაიჯანის ნაწილი იყო. აღნიშნული ტერიტორია 1603 წელს შაჰ-აბასმა ჩამოართვა კახეთის მეფეს, ალექსანდრე მეორეს. სანაცვლოდ კი ირანში რამდენიმე სოფელი უბოძა და ჯამაგირი დაუნიშნა. აჭარაში საქართველოს პოზიციას იცავდა სამუსლიმანოს საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, რომელსაც მემედ ბეგ აბაშიძე მეთაურობდა. 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში გაიმართა ქართველ მაჰმადიანთა ყრილობა, რომელმაც დაადგინა აჭარის საქართველოსთან სამარადისო შეერთება. 1921 წლის კონსტიტუციით აჭარას ავტონომიის სტატუსი მიენიჭა. 1921 წლის 11-12 თებერვალს ლორეს სომხური მოსახლეობა აუჯანყდა საქართველოს. მათ მალე შეუერთდა სომხეთიდან წითელი არმიის 1000-ეული და აზერბაიჯანიდან მე-11 არმია. კონფლიქტი თავიდან საქართველოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტად შეფასდა. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაიგო მოსახლეობამ, რომ სინამდვილეში რუსები ებრძოდნენ. საქართველოს ყოველი მხრიდან შეუტიეს. 16 თებერვალს რევკომმა ფილიპე მახარაძის თაოსნობით დასახმარებლად ლენინს წერილით მიმართა. მე-11 არმიამ მთელი კახეთი დაიკავა და თბილისს მიუახლოვდა. 18-22 თებერვალს მაზნიაშვილმა და ანდრონიკაშვილმა მოიგერიეს მტრის შეტევა და დიდი ზარალი მიაყენეს მას. მაგრამ ჯიჯიხიამ ამოცანა ვერ შეასრულა და საშუალება მისცა მტერს ავჭალა-მცხეთის გზაზე გაჭრილიყო და ზურგიდან შეექმნა საფრთხე ქართველი ჯარისთვის. საბრძოლო და ფსიქოლოგიური უპირატესობა ქართველების მხარეს იყო. მათ გაანადგურეს და დაატყვევეს მტრის რამდენიმე 1000 ჯარისკაცი.
მაგრამ მტერი შევსებას ღებულობდა, ქართველებს კი რეზერვი ელეოდათ. ჟორდანიამ და მინისტრების უმრავლესობამ თბილისის გამაგრება ამაო მსხვერპლად მიიჩნია და 24 თებერვალს ჯარების გაყვანის ბრძანება გასცეს. 25 თებერვალს მტერი თბილისში შევიდა. ქართველები მცხეთაში, შემდეგ კი გორში გამაგრდნენ. უბრძოლველად არ დაუტოვებიათ არც სურამი და ქუთაისი. ჟორდანიამ ლენინის კაპიტულაციური აქტი უარყო. 1921 წლის 16 მარტს რუსეთი და თურქეთი შეთანხმდა საქართველოს გადანაწილებაზე. თურქებმა აჭარა, ართვინი, არდაგანი და ოლთისი მოითხოვეს. რუსეთს დანარჩენი საქართველო ხდებოდა წილად. სინამდვილეში რუსეთი აღნიშნულ ტერიტორიებს თურქეთს ვერ გადასცემდა და ვერც აჩუქებდა იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ 1921 წელს რუსეთი ამ ტერიტორიებს საერთოდ არ ფლობდა. სინამდვილეში საქართველოს გადანაწილება მოხდა ორ აგრესორს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ორივე მათგანმა მოახდინა ინტერვენცია საქართველოში. რუსების შემოჭრიდან რამდენიმე დღეში თურქეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიკავა ართვინი, არდაგანი და აჭარა. რუსეთს არ უნდოდა აჭარა დაეთმო თურქეთისთვის, მაგრამ თურქები აჭარის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. საბჭოთა რუსეთი შეუთანხმდა გიორგი მაზნიაშვილს, მოეხსნა ჯარები რუსეთის წინააღმდეგ და აჭარიდან თურქები განედევდა. ქართულმა არმიამ აჭარელ პატრიოტებთან ერთად რეგიონი თურქებისგან განწმინდა და აჭარა საქართველოს შეუნარჩუნა. 1921 წლის 15 მარტი სტალინი ლენინს წერს. ართვინ არდაგანის თურქეთისთვის გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ უფრო შორს მათი შეშვება არ შეიძლება. ჩვენთვის სასიცოცხლო და აუცილებელია ბათუმი, რადგან ბათუმში განლაგებულია ნავთობის შესანახად საჭირო უამრავი რეზერვუარი. მათი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ნავთობის დაგროვება და ამ ნავთობით შემდგომი ვაჭრობა. აღნიშნული წერილიდანაც ირკვევა, რომ ლენინი ართვინ არდაგანთან ერთად გეგმავდა თურქეთისთვის დაეთმო აჭარაც, რისი წინააღმდეგიც იყო სტალინი. ჩნდება კითხვა, რატომ არ აღუდგა სტალინი წინ ართვინისა და არდაგანის გადაცემასაც? სტალინის მომხრეები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევდა რუსეთ-თურქეთის ომს, რომლისთვისაც იმ მომენტში რუსეთი მზად არ იყო. შესაბამისად, ვერც აჭარის გათავისუფლებაში ჩაერია რუსეთი ღიად და მაზნიაშვილის ზურგს უკან მოქმედებდა. 1924 წლიდან 1929 წლამდე სტალინი საბჭოთა კავშირში პირველი პირის თანამდებობისთვის იბრძოდა. 1945 წელს სტალინის ბრძანებით საქართველოს გადაეცა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები. საქართველოს ტერიტორიამ დაახლოებით 80,000 კვადრატული კილომეტრი შეადგინა. თუმცა სტალინის სიკვდილის შემდეგ 1956 წელს საქართველოს ეს რეგიონები ისევ ჩამოაჭრეს და რუსეთს დაუბრუნეს. ცნობილი ფაქტია, რომ 1945 წელს სტალინმა მიზნად დაისახა საქართველოსთვის ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება. მან თურქეთის მისამართით ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა. განაცხადა, რომ 1921 წელს თურქეთმა მოახდინა ართვინის, არდაგანის და ყარსის ოლქების ანექსია. თუ კი თურქეთს სურს მოკავშირეობა, მაშინ საზღვრები უნდა გაასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეობა გამორიცხულიაო. ეს ყველაფერი იმდროინდელ გაზეთებშია დაფიქსირებული. ქართველი მწერლები და საქართველოს მთელი მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ამ სასიხარულო ამბავს. დაიბეჭდა უამრავი სტატია და მოწოდება ლაზების მისამართით. სტალინმა შეიმუშავა თურქეთზე თავდასხმის გეგმა ტრაპიზონი, ყარსის და ერზრუმის მიმართულებით, მაგრამ თურქეთს დამცველად ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი მოევლინა. ამიტომაც სტალინი იძულებული გახდა უარი ეთქვა ჩანაფიქრის განხორციელებაზე. დაგვიწერეთ თქვენი აზრი ამ ამბებთან დაკავშირებით. გამოიწერეთ კარდუს გვერდები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება მეტს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოს.